ხუთი, რომელიც თქვენ პატარებს გაახარებს. Kids Fun Box-ი შემეცნებითი და გასართობი ნივთების სწორედ ამ ჯადოსნურ კოლოფშია პატარების სურვილებთან ერთად. როგორ შეირჩა ეს სათამაშოები, რა ასაგზეა გათვლილი და როგორ გამოვლინდა ბავშვების საყვარელი ნივთები, ყველაზე პოპულარულ სათამაშოებზე თუ გმირებზე, ჩვენი სტუმარი მოგვიყვება, ნუცა ცუცქირიძე Kids Fun Box-ის დამფუძნებელია ჩვენი სტუმარი დილამშვიდობისა. ნუცა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი მადლობა რომ ესე გაგვიფერა და დილა. პრინციპში, რასაც ეხლა ფიქრობდი, ამინდის შართვის დროს ფიქრობდი რომ ვყურებდი, ნეტავ ბავშვი იყო. და სულ მეხურებოდა მთელი ეთერის და არა მხოლოდ დღევანდელი ეთერის განმავლობაში ასაგზებ რა. მოდით ასაკით დავიწყოთ, რადგან მაინც უფრო აი გამიტაცა ამ სათამაშოებმა. ამას შესაბამისი სათამაშო რამდენად აღმოჩნდება. ოფიციალურად მაინც რა ასაგზე ეს გათვლის შემდეგ მოვიხილოთ უკვე შინას. მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. უთების ასაკი გათვლილია 3-დან 11 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის. დაყოფილი გვაქვს ორ კატეგორიად, რადგან 3-დან 11 წელი ცოტა ესე ზოგადია და 3-დან 11 წლამდე ერთი და იგივე რაღაცები არ მოწონთ. დაყოფილი გვაქვს ორ კატეგორიად, 3-დან 6 წლამდე და 6-დან 11 წლის ჩათვლით. ამიტომ ზუსტად ამ კატეგორიის მიხედვით ირჩევა პროდუქციაც. რაც შეეხება ნუცა შერჩევას, საკმაოდ ისეთი საპასუხისმგებლო პროცესია ალბათ და ნუ მაშინ როდესაც მე უკვე ამ პროდუქტმა უნდა გაამართლოს თქვენს მომხმარებელშიც, რის საფუძველზე გადაწყდა რომ სწორედ ის ნივთები და ის სათამაშოები შეგერჩიათ, რომელიც უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ბოქსში. პირველ რიგში, როგორც გადავწყვიტე და დამისახა ეს იდეა და გადავწყვიტე რომ უნდა განვიხორციელებინა, ჩავატარე კვლევა. გამოვკითხე მშობლებიც და ბავშვებიც. თუ რას ისურვებდნენ, რომ ყოფილიყო ამ ყუთში, ხო? და შემდეგ როგორც მშობლების, ასევე ბავშვების და მაქსიმალურად მოვარგე, შევეცადე მომერგო ეს სათამაშოები. გამოვკითხე ბავშვები რა უნდათ, ხომ გაიყო ზოგს გასართობი უნდათ, ზოგს უფრო ბავშვებსა და მშობლებს შორის იყო კონტრასტი, რამდენად განსხვავებული იყო ეს. რამდენად პასუხობენ ბავშვების გამოწვევას მშობლები. მშობლებს უფრო შემეცნებითი უნდათ, ბავშვებს უფრო გასართობი. ზოგს უფრო კრაფტ სამუშაოები უყვარს, განსაკუთრებელი. თქვენს ალბათ ოქროს შუალედი მეც გადავწყვიტე რომ ამეყო ოქროს შუალედი და ეს 6 ნივთი დამეყო. ყოფილიყო როგორც გასართობი, ასევე განსავითარებელი, ყოფილიყო შემეცნებითიც და რომ ყველა ბედნიერი დარჩეს, როგორ გავხსნათ, მოდით აი ნების და როგორ ხდება. გავხსნათ და ავაწყოთ კიდევ. ამ ბოქსი და რა შეგრჩება. ესე იგი, ბავშვებმა არ იციან რა შეხვდება. თუმცა ჩვენ მშობლებთან გვაქვს კონტაქტი. ანუ თუ მის შვილს რაიმე განსაკუთრებული მაგალითად სუპერგმირი უყვარს, მაგალითად როგორც პატარა ბიჭებში არის სპაიდერმენი და წარმოდგენილი მაქვს კიდევაც ეს რკინისკაცია, ცოტა დიდ ბიჭებს უყვართ. აუცილებლად ვეკითხებით და იმის მიხედვით ვდებთ შიგთავსაც. კი ბატონო, რკინისკაცია აქვს წარმოდგენილი. და აი კონსტრუქტორი ან ლეგოს ტიპის სათამაშო, რომელიც ყოველთვის აქტუალურიც არის და ძალიან შემეცნებითიც არის და მოქმედებს კარგად ამ ტაქტიურ. მოტორიკისთვისაც ძალიან კარგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რადგან ძალიან ბევრმა ითხოვა სამაგიდო თამაშები, განსაკუთრებით ახალი წელი მოდის და უყვართ პატარებს სამაგიდო თამაშები, ჩვენ გადავწყვეტეთ პანდემიის ჟამს განსაკუთრებით აქტუალურია. აი მე მაგალითად საერთოდ არ ვიცი ხა ეს რა არის, ჩემს ბავშვობაში მეგონი ეგრეთ წოდებული ტყვარცი უნდა იყოს. ტყვარცი ძალიან გამოვიცანი, გახსენი ზურა იცი ასესიება. ეს არის მაგალითად ძალიან უყვართ. ეს არის მაგალითად ესეთი კუბიკ რუბიკის მსგავსია. ბავშვმა უნდა აწყოს ფერები. აჰა, და იმდენად რთულია, რამდენადაც კუბიკი. კი, სხვადასხვა მე ადვილი მეგონა განსხვავებული არა კუბიკის არა მდგომარეა. უბრალოდ განსხვავებული ვიზუალია, ხა კუბიკ რუბიკი უკვე ცოტა ყველას მობეზრებული გვაქვს, ხო? ეს განსხვავებულია და ძალიან მოთხოვნადი პროდუქცია სხვადასხვა ყველა როგორც გოგოები, ასევე ბიჭები. მოთხოვნადი ახსენე ნუცა, ანუ შეგვიძლია რომ ავარჩიოთ და კონკრეტულად მივუთითოთ, რაზე გაკეთდეს აქცენტი ამა თუ იმ ყუთში. რა თქმა უნდა, მე მშობლებს მუდმივად მე თვითონ მეკონტაქტები, ვანახებთ ვარიანტებს, რა თქმა უნდა, და შემდეგ უკვე მშობელი თვითონ წყვეტს რა უნდა მიშვილს ყუთში რომ მოთავსდეს. ანუ ეგრეთ წოდებული მე თქვათ ეს გოგოებში ხო თქვათ ლოლის სათამაშო მაქვს მოთავსებული. თუ მშობელი თulis რომ არ უნდა ლოლი, ურჩევნია რომ ესეთი დღიური და პენალი ხილოს, კი ბატონო, მე არ ვარ წინააღმდეგ. და დამეთანხმებით რომ მიუხედავად ყველანაირი განსხვავებული სურვილებისა, უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
მოვიხილოთ ეს თემა და შემდეგ უკვე გავერთოთ ისევ იცით, აი, არჩეულები სუპერ გმირებსაც აწერია, ლულსაც აწერია, ნახავთ, რომ აკვაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს ეს სათამაშოები, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის არის სრულიად უსაფრთხო. და ეს ჩემთვის პირადად პრიორიტეტულია, იმიტომ რომ არ არის უხარისხო, ვიცი რომ ხარისხიანია და ბავშვიცაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კი ბატონო, შეიძლება რომ ვთქვა რომ პარალელურად თან ამიწყო რაღაცა ყუთი მაინტერესებს რამე გაითვალისწინო და მე და მარიკა გოცინც. მაშინ თვალები დახვიჭე და ისე აგიწყო. იმიტომ რომ ფანბოქსის სწორედ ეს არის ხიბლი. ამის ხიბლი მაშინ მდგომარეობს რომ არ იცი რა დაგხვდება შიგნით. ანუ ვიზიარებენ მშობლებს შეუძლიათ როგორც ბავშვი თავიანთი სურვილით არ გაწყობინოთ ფანბოქსი, ასევე ჩვენ სიურპრიზად დაუტოვოთ თავიდან ბოლომდე. კი ბატონო, ნუცა საინტერესო ასევე როგორ გაჩნდა ამ წამოწყების ეს განხორციელება თქვენი იდეა. ესე იგი, როგორ გაჩნდა და ძალიან დიდი ხნის წინ გადავწყვიტე რომ მინდოდა მომავალში ბავშვებთან მქონოდა კონტაქტი. ძალიან მიყვარს ბავშვები და ძალიან მაბედნიერებს მათი ბედნიერი სახე. და ნუ სადღაც დაახლოებით 16 წლის ვიყავი, გერმანიაში ვიყავი სასწავლებლად. და იქ ვნახე რომ პატარა ბავშვებს ესეც სასაჩუქრ ნაკრებებს თუქნდნენ. და ძალიან მომეწონა იდეა საქართველოში მაშინ არ იყო ესეთი და ვიფიქრე რომ რა კარგი იქნება და საქართველოშიც ასე გაგვეხარებინა ეს საშობაოდ, ახალწლად და გაგვეხარებინა პატარები და შემდეგ უკვე წლების მანძილზე ეს იდეა მიტრიალებდა თავში. წელს აი ზუსტად პანდემიის პერიოდში მივხვდი რომ ის დრო იყო რომ უნდა გამეკეთებინა, რადგან ბავშვებისთვის პანდემია ორმაგად მძიმეა. ყველაფერს მოწყვეტილი არიან და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი წვლილი შემეტანა. ბოლოს მათ ვისაც სურს რომ დასაფერადებელი სიურპრიზი გაუკეთოს თანაწამყვას თუ ბავშვს და მეზობლის ვარ არ აქვს მნიშვნელობა რომ მოგმართო კარგი ზურა აგიწყო ჩვენ შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ზე Kids Funbox-ის საიტზე ან გვაქვს ჩვენი ვებსაიტიც სადაც მშობელს შეუძლია შეუკვეთოს ეს ყველაფერი მოხდება ონლაინ ამ რეჟიმში და ჩვენ მოგვივა უკვე შეკვეთა და მეორე დღეს 5 იქნება აი შენი ყუთი მზად არის თუ სწორად დავიმახსოვრე 6 ნივთი უნდა ჩამეტო. ეს მარტივი, კომფორტული, უნივერსალური, საჩუქარი ბავშვებისთვის. ეს იმდენჯერ აიღე ხელში ზუსტად ვიცი მოვეწანა. ეს რედიკული ძალიან. უნო იმით არ ვიცი. ამაზე გაამახვილე ყურადღება და აი ეს რკინის კაცი. აი ნახე, ნუ მაინც. მოკლედ ეს ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გავერთეთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნუცა თქვენ მობრძანებისთვის და იმისთვის რომ ესეთ კარგ საქმეს და ბავშვებისთვის ცხოვრების გასალამაზებელ საქმეს აკეთებთ.